პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაუყოვნებული სამხედროების ოჯახები ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 500 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. პარალელურად ეს ოჯახები შეენარჩუნებენ იმ დახმარებებსაც, რომელთაც დღემდე სარგებლობდნენ. მომავალი წლიდან კი ეს თანხა უკვე გაორმაგდება და ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიურად 1000 ლარი დაერიცხებათ. 500 ლარიანი დახმარების აღება 6000-მდე ოჯახს უკვე შეუძლია. სწორედ ამდენი სამხედრო წლების განმავლობაში დაღუპულის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების მსურველებმა ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ. უშუალოდ რამდენი მიიღებს, ეს დამოკიდებულია ოჯახის წევრებზე, ვინ შემოიტანს განცხადებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციას. ფინანსური გათვლებით სადღაც შეადგენს 25 მილიონს, რომელიც გათვალისწინებულია 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად იმ შემთხვევაში თუ დაღუპულ სამხედროს ოჯახის რამდენიმე წევრი ყავს და ყველა მათგანი სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართავს, განკუთვნილი 500 ლარი ოჯახის წევრებზე თანაბრად გადანაწილდება. დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს 500 ლარიანი კომპენსაციის გარდა შეუნარჩუნდებათ ის დახმარებაც, რომელიც სახელმწიფომ მათ გასულ წლებში დაუწესა. პრეტენზიები არის, ესე იგი უნდათ ისეთ პირებს მიიღონ იგივე კომპენსაცია, ვისაც არ ეკუთვნის, ვინც არ დაღუპულა ომში, ომის შემდგომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსაც აქვთ სურვილი ამის. უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რაც არის, ეს არის ის, რომ სახელმწიფომ აღიარა მათი 8 წელი სამშობლოს წინაშე და იმიტომ იხდის აი ამ თანხას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ომარ ასლანიძე 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს დაიღუპა. 5 სულიანი ოჯახისთვის 500 ლარიანი დახმარება, როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანი შეღავათია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული სამხედროების ოჯახები სახელმწიფოსგან უახლოეს მომავალში ბინებითაც დაკმაყოფილდებიან. ეს ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩემი ოჯახის ცხოვრებისათვის, ჩემი წინსვლისათვის ოჯახის და განსაკუთრებით ფინანსური დახმარებისათვის ეს ძალიან დიდი რამეს ნიშნავს. ჩემი შვილთა შვილები კურნალობა არის თუ სწავლა არის, ყველაფერში გამოსაყენებელი თანხა არის. 2015 წლიდან თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით იმ სამხედროების ოჯახები, ვინც თავის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეწირა, გაორმაგებულ 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.